ტელერადიო კომპანია Georgian Times-ი წარმოგიდგენთ. სოფლიო ისტორიის გაკვეთილები. იბერიულ-კავკასიური ცივილიზაციები, პელაზგები და ეტრუსკები. ადამიანის ისტორიის ერთ-ერთ უძველეს კერად მეცნიერები კავკასიის რეგიონს მიიჩნევენ. აქ, სადაც დღეს საქართველო მდებარეობს, ათასობით წლის წინ ცხოვრობდნენ ტომები, რომლებმაც შექმნეს ის კულტურული და ისტორიული საფუძველი, საიდანაც მოგვიანებით ჩამოყალიბდა ქართველი ერი, კოლხები, მაკრონები, ხალიბები, მუშქები, ურარტუელები და სხვანი. მეცნიერები ამ ხალხებს მოიხსენიებენ როგორც პროტოქართველურ ან პროტოკავკასიურ ტომებს. მათ ეკავათ საკმაოდ ვრცელი ტერიტორია. დაახლოებით 5-6 წლის წინ ამ ტომებმა დაიწყეს მიგრაცია. მათი ნაწილი სამხრეთით, ახლო აღმოსავლეთისკენ გაემართა, ხოლო მეორე ნაწილი დასავლეთისკენ დაიძრა. გაიარეს ანატოლია, ბალკანეთი, აპენინის ნახევარკუნძული და მიაღწიეს შორეულ პირინეის მიწებსაც. ეს არ არის უბრალო თეორია ან შემთხვევითი ჰიპოთეზა. საუკუნეების განმავლობაში მსოფლიოს უდიდესი მეცნიერები და მოაზროვნეები ერთსა და იმავე აზრამდე მიდიოდნენ. პირველ საუკუნეში რომაელი მეცნიერი მარკუს ვარონი აღნიშნავდა, რომ კაცობრიობის პირველი ტომები აღმოსავლეთიდან, კავკასიის მიწებიდან გავრცელდნენ ევროპაში. მე-19 საუკუნეში ამ მოსაზრებას იზიარებდნენ მარი ბროსე, ედმონდ დე მოლნისი, ნიკო მარი და რა თქმა უნდა ცნობილი გერმანელი ენათმეცნიერი ვილჰელმ ჰუმბოლდტიც. ისინი კავკასიას განიხილავდნენ როგორც კაცობრიობის ერთ-ერთ უძველეს კერას. ათასწლეულების წინ, როცა კავკასიის მიწებიდან დაიწყო დიდი მიგრაცია, თითოეული ტომი თავისი ცოდნითა და კულტურით მიემართებოდა დასავლეთისკენ. განვლეს ანატოლია, მიაღწიეს ეგეოსის ზღვას და იქ დასახლდნენ. ასე ჩნდებიან ისტორიაში პელაზგები, უძველესი ხალხი, რომელიც ბერძნულ წყაროებში ბალკანეთისა და ეგეოსის მიწების პირველ მოსახლეებად იხსენიება. სტრაბონი და ჰეროდოტე პელაზგებს ბერძნებზე ადრე მცხოვრებ ხალხად მოიხსენიებენ. თუკიდიდე წერს, რომ ისინი იყვნენ ძველი საბერძნეთის საფუძველი, ხოლო ჰეროდოტე მათ ენას უცხოდ არაბერძნულად მოიხსენიებს. ზოგიერთი ავტორი პირდაპირ მიუთითებს, რომ მათი ფესვები აღმოსავლეთიდან, შავი ზღვისა და კოლხეთის მხარეებიდან მოდიოდა. მეცნიერთა ნაწილი დღესაც თვლის, რომ პელაზგები წარმოადგენენ იმ პროტოქართველურ ტომთა დასავლურ განშტოებას, რომლებიც კოლხეთიდან წამოვიდნენ. ეს მოსაზრება მხოლოდ ეთნოგრაფიულ ან ენათმეცნიერულ დამთხვევებზე არ დგას. პელაზგური კულტურა თავისი ხასიათი და სტრუქტურით საოცრად გავს ქართულს. მათი არქიტექტურა, ქვის ციხე-გალავნები, მიწისქვეშა სამარხები, შესაბამისობაშია კოლხეთისა და დიაოხის ნაგებობებთან. მათ ჰქონდათ დახვეწილი მეტალურგიული ხელოვნება, სპილენძისა და ოქროს დამუშავების ცოდნა, რომელიც სწორედ იმ მიწიდან მოდიოდა, სადაც კაცობრიობამ პირველად შეისწავლა ეს ხელობა. პელაზგები იყვნენ მიწათმოქმედი ხალხი. ისინი თესავდნენ მარცვლეულს, აშენებდნენ სარწყავ არხებს, ამუშავებდნენ ნიადაგს რკინის იარაღებით და ამით გამოირჩეოდნენ იმ დროის ევროპის სხვა ტომებისგან. ბერძნული ტრადიცია მათ უკავშირებს მუსიკის, ჭედლობისა და ნაოსნობის ადრეულ განვითარებას. ჰეროდოტე წერს, რომ პელაზგები იყვნენ ღვთაებათა პირველი შემოქმედნი. ეს კი მიუთითებს ელინურ კულტურაში მათ მითოლოგიურ და რელიგიურ გავლენაზე. მითოლოგიაშიც ნათლად ჩანს ეს კავშირი: პრომეთე, იგივე ამირანი, იაზონი და მედია. ყველა ეს სახე ერთსა და იმავე კულტურულ წრეში, კოლხურ სამყაროში იბადება. თუმცა როგორც ყველა უძველეს ცივილიზაციას, პელაზგებსაც ეწია დროის მწარებელი. განუწყვეტელმა ომებმა და შემოსევებმა ძველი წელთაღრიცხვით მე-13 საუკუნეში მათი სახელმწიფოს დაშლა გამოიწვია. ხალხი იძულებული გახდა დაეტოვებინა მშობლიური მიწა. პელაზგები ქვეყნიდან გაიხიზნენ. მათი ერთი ნაწილი დღევანდელი იტალიის ტერიტორიაზე დასახლდა. ასე დასრულდა პელაზგების ეპოქა საბერძნეთში და დაიწყო მათი ახალი ცხოვრება იტალიის მიწაზე, სადაც ისინი უკვე ეტრუსკებად იხსენიებიან. ეტრუსკები, რომელთა კულტურამ საფუძველი დაუდო რომაულ ცივილიზაციას, გამოირჩეოდნენ დახვეწილი ცხოვრების წესითა და მაღალი ურბანული კულტურით.
მათი ქალაქები არამხოლოდ სამხედრო სიმაგრეები, არამედ კულტურისა და ხელოვნების ცენტრები იყვნენ. ქალაქები აშენებული იყო გეგმით, ძლავრი ქვის კედლებით, არქიტექტურა კი განსაკუთრებული სიმტკიცითა და სიმეტრიით გამოირჩეოდა. ეტრუსკებმა პირველებმა დანერგეს თაღოვანი ნაგებობების სისტემა, რაც შემდგომ რომაული არქიტექტურის საფუძველი გახდა. ისინი აგებდნენ ქვის ხიდებს, წყალსადენებსა და თაღოვან ტაძრებს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეტრუსკული ცივილიზაცია ერთ-ერთი პირველი ცნობილი ზესახელმწიფოა. ძველი წელთაღრიცხვით მე-7 საუკუნეში ცენტრალურ იტალიაში ძალაუფლების გამტკიცების შემდეგ ეტრუსკების საუკუნეების განმავლობაში დომინირებდნენ რეგიონში, რომის რესპუბლიკის განვითარებამდე. არქეოლოგებს მიაჩნიათ, რომ რომის იმპერიას სწორედ ეტრუსკებისგან გადაეცა სხვადასხვა რელიგიური რიტუალი, ლითონის დამუშავება, გლადიატორების ბრძოლები და ინოვაციები არქიტექტურასა თუ ინჟინერიაში, რამაც რომი ოდესღაც ჩვეულებრივი დასახლებიდან დიდ ქალაქად აქცია. თუმცა ბევრი არაფერი იყო ცნობილი ეტრუსკების ზუსტი გეოგრაფიული წარმოშობის და მათი იდუმალი ნაწილობრივ გაუგებარი ენის შესახებ. პელაზგებისა და უტრუსკების წარმოშობის საკითხზე ერთიანი მოსაზრება არ არსებობს. ზოგი მათ ინდო-ევროპულ ტომებად მიიჩნევს, სხვები კი სემიტურ წარმოშობის ხალხად. თუმცა ბოლო 10 წლებში წარმოიშვა უფრო რეალური თეორია, რომ მათ შესაძლოა ჰქონოდათ აშკარა კავშირი იბერიულ-კავკასიურ, განსაკუთრებით კი ქართველურ ტომებთან. ეს თეორია ეფუძნება როგორც ენათმეცნიერულ მსგავსებებს, ასევე ანტიკურ წყაროებსა და არქეოლოგიურ აღმოჩენებსაც. ფრანგის სწავლული და საზოგადო მოღვაწე ედმონ დე მოლინსი წერდა, რომ ეტრუსკები, ისევე როგორც პელაზგები, წარმოშობით კოლხეთიდან არიან და სწორედ რომ კოლხეთმა დაუდო სათავე ხმელთაშუა ზღვის ცივილიზაციას, მის სოციალურ და მხატვრულ კულტურას.